სოფელში, მაგრამ ბევრი ხალხია. დიდი მადლობა. უბრალოდ ორი სიტყვით, მშვიდობით არა ნახვა. მეგობარს დაუწერე გარდაცვლილ მეგობარს. ომის დროს, ომის შემდგომ ადრე გარდაიცვალა. ინფარქტით. იქ ომში იყო და ჩამოვიდა და აქ ინფარქტი მიიღო. დიდი წერილიც იყო მასზე დაბეჭდი. გახოკოპალეიშვილი. გასაგებია. არაჩვეულებრივი სიმღერა, სევდიანი, მაგრამ ძალიან დიდი სიძლიერის მადარებელი. შვიდობით არა ნახვა. შენ სახელს ვეღარ შეეშვა ძმობით შენ მორგია ამ სოფელ შენიცი არადიულის ჯობია შვიდობით არა ნახვამდი გიმზერმზის ხივით მოფენის და შორი გზა სახლამდის წამია წუთი სოფელი შვიდობით არა ნახვამდი გიმზერმზის ხივით მოფენის და შორი გზა სახლამდის წამია წუთი სოფელი ძმობის უღელში შემოვდი სიყვარულისთვის ომობდი შენ ჩვენი ძმობის ერთგული მარა დარჩები ბოლომდე შვიდობით არა ნახვამდის გიმზერმზის ხივით მოფენის რა შორი გზა სახლამდის წამია წუთი სოფელი შვიდობით არა ნახვამდის გიმზერმზის ხივით მოფენის რა შორი გზა სახლამდის წამია წუთი სოფელი იღბალი თუნდაც მასხრობდე გახედეზეც ასჭორფლია ამომავალმზეს გახსოვდე ჩამავალი მზეს ჯობია შვიდობით არა ნახვამდის გიმზერმზის ხივით მოფენის და შორი გზა სახლამდის წამია წუთი სოფელი შვიდობით არა ნახვამდის გიმზერმზის ხივით მოფენის და შორი გზა სახლამდის წამია წუთი სოფელი წამია წუთი სოფელი ბრავო. მე ბევრი რამე ვიცი შენზე. შენი მოყოლილი ვარ. ეგრე ხო არ არის? ვიცი შენზე ვაგი არ ყვები. ხალხს აინტერესებს. მაგრამ ერთი სიმღერა, განსაკუთრებული სიმღერა, ეს არის ირინოი. რომელიც ყველას უყვარს. რომელიც მართლა განსაკუთრებულია რა და ირინოას სიმღერა დაიწერა ირინა იყო ძალიან პატარა. ვაძინებდი მაგ სიმღერით. ბიჭები ვამოვიდოდი. ხო. ჩვენ ცალკე ცხოვრობდით. და არ სამაშობდით და რაღაცებს. ირინა არ იძინებდა და დამემართა ეს სიმღერა. დედაჩემმა უმღერა მაშინ ირინოლას. მე დავამატე იქ რაღაცები და ეს გამოვიდა ეს. დედაჩემის არის ეს სიმღერა. რაც ნამდვილია ის არის მუდმივი. არა, ეს სიმღერა არის ირმა ჩეიცის. თქვენ მაგარი ხალხი ხართ, ყველა ძალიან მაგარი, ნიჭიერი. მუსიკა ჩემია. ხო, ნუ მუსიკა შენია და შენი იყოს, კი არ გართვეთ ასე. გამოგივიდა. უბრალოდ წაგართვა ყველამ გაგებით რომ ყველას უნდოდა ამ სიმღერის სიმღერა. ესე იგი, მე მინდა კიდევ ერთხელ თქვა რომ ქალბატონი ირმას ლექსია, მამუკას დედის, მაგრამ შენი მელოდია. და ის მელოდია, რომელიც ყველამ უნდა იმღეროს, ერთი მეც უნდა სინჯო ეს, როგორ გავამბიო.
სინჯო როგორ გავამიო ეხლა არა როგორც ეხლა შენ უნდა გვიმღერო ყველაზე ლამაზი შენი თვალის ფერია შენზე უსაყვარლესი ქვეყნა და არაფერია ყვავილების ნამქერი შესევიალელია მე რომ გელიცოდე ეს არის იმპროვიზაცია, პირდაპირ. ეს რანაირი სამღერი ხონია, მეორედ აღარ ვიმღერებ, აღარ ვიმღერებ. კარგია, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვამუკა. ეხლა შენ რო გამიგიშვათ, ისე დაიქოქე, რომ ერთი ვერაფერსაც ვერ ვიზამ, რომ არა, როგორ ვერ ვიზამ? ერთი 2 საათი კიდე იმღერებ. იმიტომ რომ მახსოვს ეგეთებიც. მახსოვს ეგ. ეგ ჩაბარდა ისტორია. 2 დღეც გვიმღერია და 4-იც. ვართ ერთ ადგილას და დალე ვარ შენ გიყვარდა არც მე და მოკლედ ეს სიმღერა უნდა მომასმენინა რა. ესმის და ამას მე ვიმღერებ მეთქი, ისე მომეწონა რა. ერთმა კაი ადამიანმა თქვა რომ არა თუ ამ სიმღერას შენი ვერე მოგხვედიო. გახსოვს ვერა სიხარული. როგორ არ მახსოვს. და ასე იყო, ნუ თავიდან იყო ასეთი ისტორია. მერე ნუ რაც მოხდა და მერე შესრულებაც არაჩვეულებრივი. ერთი კვირა დადიოდა ჩემთან სახში დილ ახმელიანზე ვიყავი მე. სანამ სიმღერას არ მომცემო. მე ვაკიდან არ წავალ. წაიღე მე უთხარი მე მაგის დედაც ვატირე. მოგეცი, წადი ოღონდ გამანებე თავით. წაიღო და არაჩვეულებრივად სიმღერა და ძალიან კარგი. არაჩვეულებრივად იმღერა სხვათა შორის. ნუ, რა ვიცი, მე ხა ახალგაზრდებს მინდა მაინც თხოვო, იმიტომ რომ თავში თქვი ძალიან ბევრი ადამიანი ახალგაზრდა, რომელიც ასრულებს ამ სიმღერას და მე მინდა 2 არაჩვეულებრივი მუსიკოსი მოვიწიო, რომელიც შეასრულებენ ახლა ამ შენ სიმღერას, ამ კონკრეტულ სიმღერაზეა ლაპარაკი და უსურო მათ წარმატება, უსურო ბედნიერი ქვეყანა, ბევრი სამშობლო დალაგებული. ლენკა ზვიადაძე და გიორგი ჩიქოვანი. ჩემი მეგობრები. მოგზადით. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან. თქვენ პირველად. გიორგი მეორე.
მამუკას საღამოზე მოგვიწია სიმღერა და ეს წლების წინ იყო და ამის ძალიან პატარა შემდეგ ვიყავი. ტრადიციად მამუკას სიმღერებს დიდი სიამოვნებით ვღერი, რა თქმა უნდა, ეს დიდი პატივია. და ძალიან მიხარია რომ რა თქმა უნდა. კიდევ და კიდევ ვასრულებ მის სიმღერებს. მამუ გვიყარ ხარ ძალიან. მადლობა. სულ ზევით. აი ბანიც იყო რა გინდა. მადლობა, დიდი მადლობა. მიყვარხარ ძალიან. ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ.
რა ვიცი. კიდევ ბევრი არა მარტო მამუკას, ბევრი სიმღერა გემღეროთ და ბევრი წარმატება გვენახოს, მამო, ჩვენი ახალგაზრდები. მადლობ, მერე. როგორც გითხარით, ძალიან ბევრი ვერსია აქვს მამუკას შექმნილი, ძალიან ბევრ ჟანრში. ერთ-ერთი რომელიც ახლა მე მინდა წარმოგიდგინოთ მისი შემოქმედებიდან არის ესეთი სიმღერა, რომელსაც ქვია სატრფიალო. საკმაოდ განსხვავებული მისი ხელწერიდან, განსხვავებული იმ სიმღერებიდან, რომელიც ჩვენ ახლა დღეს მოვისმინეთ და ზოგადად რაც თქვენ იცით. დღეს ეს გადავწყვიტეთ, რომ წარმოგვედგინა არც ისე ცნობილი სიმღერა, მაგრამ დღის შემდეგ გახდება ცნობილი. როგორც გითხარით, ასევე ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანია, ვინც ასრულებს მამუკას სიმღერებს, ვერსიებს და ასეთი ადამიანი მინდა მოვიწვევხო ჩვენ სტუდიაში, არაჩვეულებრივი, კარგი ადამიანი, კარგი მუსიკოსი, რომელიც შემოგთავაზა სამვესეას ეს გახლავთ გიორგი მეფისაშვილი, რომელსაც მე სიამოვნებით მოვიწვევ ახლა სტუდიაში და მადლობას გეტყვი, რომ მობრძანდი გენაცვალეთ, დიდი მადლობა. დიდი მადლობა შემოგევლო მოგზადი. მოგესალმებით. ვიხარია რომ ჩვენთან ხარ. ძალიან ვიხარია რომ თქვენთან მოვედი, იმიტომ რომ ქართულ საქმეს თითქმის ძალიან იშვიათად რომ აკეთებდეს ესეც, როგორც თქვენ აკეთებთ. თუ არ იყოს მერილოს, მე ორ ესეთ მეტრში სიმღერა. არა, სანერელო არაფერია. პირიქით სიამოვნება უნდა მიიღოს შენც და მიაღებინო აი ამ შენი სიამოვნება გადაესწრეს ჩვენს მაყურებელს. მამუკა არის ადამიანი, რომელიც რომელმაც ეპოქა შექმნა და 1000 წლეულები გავა და შეიძლება ბევრი ადამიანი აღარ ვახსოვდეთ არავის აბსოლუტურად ამ ქვეყანაზე, მაგრამ მამუკა ჩარკვიანი დარჩება 1000 წლეულებს. ეს გენიალური ადამიანი, ჩემი აზრით. ასე გეთანხმებით. ყველა პრინციპში ერთ და იგივეს ამბობს, მაგრამ სხვადასხვა განსაკუთრებული ტემბრით, ზოგი ასეთ ტემბრია გიორგის და იმ ვერსიას, რომელსაც ახლა გიორგი შემოგთავაზეთ, მე ვფიქრობ ძალიან მაგარია. მოусმინეთ და დაწმუნდებით გვერდითთან. მიწაზე და მან შოქვით
ბრავო, დიდი მადლობა გიორგი ნაკისაშვილს და დიდი მადლობა არაჩვეულებრივი ვერსიისთვის ჩვენს მეგობრებს ვამუკას ამ სიმღერისთვის დიდი მადლობა გიორგი შეხვედრამდე დიდი მადლობა და აი პრინციპში ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემა შენთვის ჩვენთვის და ჩვენი სტუმარი გახლავთ და გახლდათ ბატონი მამუკა ჩარგვიანი მე შევეცადეთ რომ აი ნამდვილი ისეთი ქართული მუსიკის ზეიმი ყოფილიყო და მე მგონი მამუკა ზუსტად ეგ მუსიკა აქვს ეს მუსიკა აქვს სევდიანი ძარღვიანი ვაშკაცური რა ვიცი ყველანაირი რა დიდი მადლობა რომ მობზადი დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან დიდი მადლობა პირველ რიგში მადლობას უხდი იმ მსმენელს, რომელიც ელოდება შენგან რაღაცას, ყოველთვის რომ ელოდება. იმ მსმენელს გაუმარჯო. ერე გაუმარჯოს ბენდს, რომელმაც დღეს ისეთი საქმე გააკეთა, რომელსაც ბევრი ვერ აკეთებს. თითზე ჩამოსასვლელია ის. დიდი მადლობა თქვენს უყევას. შენ დიდი მადლობა პირველ რიგში შენს ოჯახს ნაუ მადლობას ვეუბნები შენ მეუბნეს მე პირადად რომელიც ასეთ გულშემატკივრობდა დღეს და ესე არის ცხოვრება მივდივარ წინ და უამრავი ახალი კიდე შეგექმნას ნაუ ესე რომ გისურვებ წარმატება ძალიან მიყვარხარ ჩემი პანდემია არ ვიცი უნდა გაგორჩენო დიდი მადლობა ჩვენ სვენელს დიდი მადლობა TV პირველს დიდი მადლობა თქვენ რა თქმა უნდა რომ გვიყურებთ ჩვენ და ჩვენც ასევე დიდ სიყვარულს გიბრუნებთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის გადაცემა შენთვის ერთი კვირით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ვის ეძუნებ ესე ვარ მამა? ირმას. შენს მეუღლე ირმას. კი ბატონო. ერთი შემხედე რა ახლოსა ვარ ერთი შემხედე ხელში მიჭირავს ატმის რტოსავით მზე რომლის სევდა ვეღარ ვიხილე მე დაღლილი მზე მიჭირავს ხელში ჩემს მეტი კაცი ვერ შეხება